მეგობრებო, დღეს ვისაუბროთ დაბნელებებზე და ზოგადად დაბნელებების ბუნებაზე. Რა მოაქვს დაბნელებებს, უბრალოდ რა შეიძლება მოიტანოს დაბნელებებმა ნებისმიერ ჩვენთაგანისთვის. ამას ვსაუბრობ ზოგადად არ უკავშირდები რაღაცა კონკრეტულ დაბნელებას, მაგალითად წინა თვეში იყო ვერცხლში ეს დაბნელება, მზის და მთვარის დაბნელება ვერცხლში და სასწორში და კონკრეტულად მაგას არ განვიხილავ. აქ მიმოვიხილავ ზოგადად მზის და მთვარის დაბნელებებს, ანუ რა მოაქვთ, რა სიმბოლიზმთან არის დაკავშირებული და ჩვენს უკაში როგორ უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი. პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ეს დაბნელებები უკავშირდება კარმული კვანძების ხერთს, ანუ აღმავალ და ტაღმავალ კვანძს. რა არის ეს კარმული კვანძები, ხო? მზის და მთვარის ორბიტის გადაკვეთის წერტილებია და ზუსტად მაგიტო უკავშირდება ეს ყველაფერი დაბნელებებს. ეხლა კარმული კვანძები იმყოფებიან მოგეხსენებათ თევზებსა და ქალწულის ზოდიაქოში და მომდევნო დაბნელებებიც გვექნება ზუსტად აი ამ ღერძებზე. თქვენ თუ გინდათ ნახოთ თქვენს პირად რუკებში, ჩაიხედეთ თქვენს ნატალურ რუკებში და ნახეთ რომელ სახლში არის გაგყავთ თუ არა ამ ნიშნებში რაიმე პირადი პლანეტები და აკეთებს თუ არა რაიმე ასპექტს თქვენს მნიშვნელოვან წერტილებთან. ეს ყველაფერი ოღონდ ეხლა ცოტა უღიანი იქნება ეს ყველაფერი ჯერ ხა ცოტა ადრეა მაგაზე საუბარი, მაგრამ ზოგადად მინდა რომ ინფორმაცია გქონდეთ, ანუ მე დაგიტებთ პოსტის სახით თუ აი ამ პერიოდის განმავლობაში როდის არის დაბნელებები, რომ იმ ტრანზიტებში, ან თქვენ რო ააგეთ თქვენს ნატალურ რუკას, ტრანზიტებში ჩაწერთ იმ თარიღს, მაგალითად მზის დაბნელებას ხო მივუთითებ როდის იქნება და მაგის მიხედვით ნახავთ თქვენს რომელ სახლში მოხდება ეს ყველაფერი. და შემდეგ უკვე გააკეთებთ დასკვნებს. ესე იგი, რა არის ახლა დაბნელებები? ზოგადად არის პორტალები და გვიჩვენებს რაღაცის დასასრულს. თუმცა ახლა თუ დავშლით ამ ყველაფერს, მთვარის დაბნელება არის. მთვარე ზოგადად ემოციებს, ინტუიციას, მზრუნველობას უკავშირდება და უფრო ემოციური ხასიათის არის და უკავშირდება შინაგან ცვლილებებს ეს ყველაფერი. და ამ პერიოდში ძალიან კარგი არის თუ გადავხედავთ ჩვენს შინაგან მდგომარეობას და გაუშვებთ ყველა მავნე ჩვევას, რაც გვაქვს. ან იმ ადამიანებს ამ პერიოდში, როცა ხდება ვიღაცა ადამიანის წასვლა, ძირითადად არიან ქალები მთვარის დაბნელების დროს და იმ სახლიდან, რომელ სახლშიც არის იმ სახლის პერსონები. მაგალითად არის მე-6 სახლი, ეს არის თანამშრომელი, მაგალითად არის მე-7 სახლი, ეს შეიძლება იყოს ახლო მეგობარი, ან მტერი, რომელიც ღია მტერი, ღიად გმტრობს შენ, არის თქვათ მე-3 სახლი, და-ძმა, ნათესავი ბიძაშვილი და აი ამის მიხედვით შეგვიძლია პერსონებში გადავიყვანოთ. ხო, კარგი არის, ანუ მთვარის დაბნელებებზე გაუშვათ ჩვენი მავნე ჩვევები და ის შემზღუდავი გარემოებები ან რაღაცა ჩვენ შინაგანი თვისებები, რაც ჩვენ გვაბრკოლებს და ხელს გვიშლის განვითარებაში. ეს ყოველთვის არის სავსე მთვარეობას ემთხვევა ყოველთვის მთვარის დაბნელება. და ესე ეძახიან, რომ სავსე მთვარეობას სტეროიდებზე, ანუ დაბნელებას ეგრე ეძახიან, იმიტომ რომ გაათმაგებულია ამ პერიოდში ენერგია, იგივე ეძახიან მზის დაბნელებასაც ახალ მთვარეობას სტეროიდებზე. იმიტომ რომ ამ დროს რაღაცა თითქოს ბედის წერის ხელი ერევა რაღაცა ცხოვრებაში და ის გარედან მართავს თითქოს რაღაცა რა, ანუ შენ იცი მანამდე რაღაცა მიმართულების შეცვლა შეიძლება გინდა, შეიძლება 1-2 წლის მერე გაქვს რაღაცა გეგმები, მაგრამ უცებ რაღაცა ერევა გარედან. მოდი დავარქვათ ამას ბედის წერა, იმიტომ რომ ზუსტად კარმულ კვანძებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და კარმული კვანძები სხვა არაფერია თუ არა ჩვენი ბედი. ოღონდ მე ისე არ განვიხილავ და რა თქმა უნდა არც ერთი ასტროლოგი, ანუ საბედისწერო, ანუ უცილობელი და რაღაცა ისე გარდაუვალ რაღაცებად არ განვიხილავთ, თუმცა ანუ ეს გარემოვლენებს და შინაგანი პროცესი კი არის ეს ყოველთვის გარდაუვალი რაღაცა, იმიტომ რომ გარდაუვალად უნდა შეცვალო რაღაც და ეს გამოვლინდება, როცა მზის დაბნელება არის აუცილებლად რაღაცა მოვლენების სახით და მზის დაბნელების დროს დაბნელებული პერსონები არიან ძირითადად მამაკაცები, შეიძლება იყოს პარტნიორი,
ან უფროსი მამაკაცი რა თქმა უნდა, ან მამრობითი სქესის ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ან ძმა საკუთარი, გააჩნია უკვე სახლს, ან შეყვარებული თქვათ მეხუთე სახლი და ესე შემდეგ რა. ეხა კონკრეტულად აი ამ დაბნელებების დროს არ არის სასურველი რაიმე ახალი დავიწყოთ. თუ მაინც და რაღაცა ახალი, ანუ აუცილებლად ხდება რომ რაღაცა ახალი უნდა გავაკეთოთ ეს მზის დაბნელების დროს, თუმცა არ არის რა ერთად არ არის რეკომენდირებული რომ ზუსტად იმ დღეს მოხდეს რაღაცა, იმიტომ რომ ამ დროს დაბადებული ადამიანებიც და რაღაცა დაწყებული ნებისმიერი საქმეც ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდა. და ბედის წერის დიდი ხელი ურევია ასეთ დროს, ან დაბნელების დროს დაბადებული ადამიანის ცხოვრებაშიც და ასეთ დროს დაწყებული საქმის წარმართვის პროცესსაც. დაბნელებების დროს თუ ის ხდება ჩვენს მნიშვნელოვან წერტილზე, მაგალითად ასცედენტზე ან მზეზე, ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ჯანმრთელობას, რომ არ წავიდეს იქ რაღაცა ფარული პროცესები. არ უნდა გადავიტვირთოთ ამ დროს, არ უნდა გადავიხალოთ და ძალიან ვეცადოთ, რომ დავაბალანსოთ ჩვენი მუშაობის გრაფიკი. დაბნელებები გვიხსნის რაღაცა ახალ კარს, ეს უფრო მზის დაბნელებას ეხება და გვიჩვენებს ჩვენს საკუთარ შესაძლებლობებს ისეთი კუთხით, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ რეალურად ჩვენ ეს გვქონდა და შეგვიძლო. რეალურად ეს გვქონდა, შეგვიძლო, თუმცა არასდროს წარმოვიდგენდით, რომ ამის გამოყენება შეიძლებოდა რაღაცა შეიძლება ეს მოვლენის სახით მოხდეს რაღაცა, რომ ბოლო დაინახო, რომ რაღაცა თვისება და შენ ამას არ ანხორციელებ. თუმცა ეხა გარდაულად ხარ აი ამის წინაშე, რომ შენ ეს უნდა განახორციელო. რომ შევადაროთ პროცესს, დაბნელებების დროს გადავდივართ ხიდზე და როცა მეორე მხარეს ვქნებით და უკან მოვიხედავთ, ეს ხიდი საერთოდ ჩაშლილია და ვაცნობიერებთ, რომ შეიძლება ამ დროს გარიყავი მასზე და შენც მასთან ერთად ჩაფერფლილიყავი, ხო? თუმცა დაბნელებებს სწორედ მაგითო ეძახიან პორტალებს, რომ მას გადაყავხარ ახალ რეალობაში. დაბნელებები ხდება ციკლურად და რაღაცა თვეების განმავლობაში ის მეორდება, რაღაცა ერთი თემა შემოდის ერთი დაბნელების დროს და მეორე დაბნელების პერიოდში, როცა მოვა, აუცილებლად მოვა რაღაცა აი ამ თემასთან დაკავშირებული რაღაცა გაგრძელება იქნება აუცილებლად. და თუ პირველ დაბნელებაზე არ გამოიკვეთა ის თუ რა ხდება აი ამ დროს, შეგვიძლია მივხვდეთ უკვე შემდეგი დაბნელებით და დავაკვირდეთ შემდეგ აი ამ ციკლებს. როცა ეს წყვილი დაბნელებების სერია დამთავრდება, ის შემდეგ ეს წყვილი იგივენაირად განმეორდება ოღონდ საპირისპირო ღერძებით 7-8 წელიწადში. თუმცა გრადუსები აქ არ იქნება იგივე დაბნელების, მაგრამ ზუსტად იგივე გრადუსები იქნება, როცა იქნება კვანძების დაბრუნებას ეძახიან ამას ასტროლოგიაში. კვანძების დაბრუნების დროს ანუ ყოველ 19 წელიწადში 18 წელიწადში იქნება ზუსტად იმავე გრადუსზე, იმავე თარიღზე და იმავე დროს ზუსტად მეორდება და ზუსტად იგივე თემები შემოაქვს, რა თქმა უნდა, ახალი განვითარების რაღაცა ახალი იდეა, ახალი შემოთავაზება, ახალი საფეხური აქვს, თუმცა თემა იგივეა რა. უბრალოდ სხვანაირად ავითარებ უკვე შემდეგში აი ამ თუ დაბნელება ხდება იმ სტიქიაში, რომელიც სტიქიაშიც არის შენი მზე, რაც ხარ ზოდიაქოს ნიშნით, მაგალითად ხარ მერწყული და რა შენი სტიქია არის ჰაერი, ხო? თუ ჰაერის სტიქიაში არის დაბნელებები, ესე იგი იმოქმედებს მეგობრულად, თუმცა აქ უნდა დავაკვირდეთ აუცილებლად აი ამ დაბნელების ასპექტებს, ანუ როგორი დგომა აქვს სხვა პლანეტებთან და შემდეგ უკვე შევაფასოთ, იქნება ეს რამდენად მეგობრული იქნება და რამდენად არ იქნება ეს ყველაფერი მეგობრული ჩვენ. დაბნელებებს როგორც წესი მოაქვს სიახლე, ან იმავე დღეს, ან ერთი კვირის განმავლობაში, ხოლო თუ ეს არ მოხდა, გადაამოწმეთ რამდენად აკეთებს ასპექტს, ან რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს დაბნელება, შეგიძლიათ რუკაში ჩაიხედოთ და მარტივად გადაამოწმებთ აი ამ ყველაფერს.
დაბნელებები ძირითადად გვაუწყებენ ჩვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენებს და წარმატებით ვიყენებთ მას პროგნოზირებაში, თუნდაც სახლებში დგომითაც ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ სოლარულ რუკაში მაგალითად ან ტრანზიტში, როცა ის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, შევხედოთ კვანძების ღერძს, რომელ სახლშია და იყო თუ არა ამ პერიოდში ზუსტად ის თემები გააქტიურებული ჩვენ ცხოვრებაში. მაგალითად იყოს მე-15 სახლი მოხდა თუ არა ამ დროს რაღაცა განსაკუთრებული თვითგამოხატვა ან გვეყოლა თუ არა ბავშვი ან ჩვენ შემოქმედებასთან მოხდა თუ არა ან ჩვენი მომავლის გეგმებთან დაკავშირებით ან დაკვირვება უნდა რა ამ ყველაფერს. ხშირი არის ასევე პირველ მეშვიდე სახლებში როცა არის ეს კვანძები, ხშირია ძალიან ქორწინება და ძალიან ბუნებრივიც არის ეს ყველაფერი. ამიტომ თქვენ აქედან გამომდინარე შეგიძლიათ ივარაუდოთ რაღაცეები, ჩაიხედოთ თქვენს რუკებში და ნახოთ თუ სად არის ეხა დაბნელებები.